წერად ჩართულია. ოკეი. ამასე კი გადავიდან. ოკეი, ხა დღეს რა ხდება, მოდი ეგავიაროთ. ესე იგი, წინა 2 კვირა დომი იყო და იმედი მაქვს, რომ დომის საფუძვლები რაც იყო, გაიგეთ და დავალებებს აკეთებთ. ამ კვირაში ჩვენ ინდიაში მოვჩებით უკვე დომის თვითონ და ზოგადად HTML-ის, CSS-ის ნაწილს და შემდეგი კვირიდან React-ი დაიწყება. და ბოლო კვირაში მინდა რომ გავიაროთ Git-ის და GitHub-ის ამბები და რა არის ახლა Git და GitHub-ი. ახლა მე რაც მაქვს ამ წამს გახსნილი ეს არის GitHub-ი. და GitHub-ი არის მარტივად რომ გითხრათ, ანუ აი ხა ჩვენ რა პროექტებიც გავაკეთეთ, ხო, დავალებებში რაც დააგროვეთ. ეგენი აუცილებელია რომ სადღაც ავტვირთოთ. შეიძლება უკვე ზოგიერთმა თქვენგანმა GitHub-ი იცის და ატვირთულიც აქვს, მაგრამ ზოგმაც არ იცის და აუცილებელია რომ ყველა ვიცოდეთ და ყველამ ავტვირთოთ აი ჩვენი გაკეთებული დავალებები რაც გვაქვს HTML, CSS და JavaScript-ზე GitHub-ზე პირველი იმიტომ რომ ესე იგი ჯერ მოდი სანამ მაგას ვიტყვი მარტივად ვიტყვი რომ GitHub-ი რა არის ზოგადად რა ეს საიტი ახლა რაც მე მაქვს გახსნილი GitHub-ი არის პლატფორმა სადაც ანუ ამ GitHub-ს რაღაც თავისი სერვერები აქვს და ანუ იმის შესაძლებლობა გვაქვს რომ ჩვენი ნამუშევარი პროექტები ავტვირთოთ და შევინახოთ. ანუ ამის გარდა კიდევ აქ ძალიან ბევრი სხვადასხვა ფუნქცია იმისათვის რომ ეს ყველაფერი დავამენეჯმენტოთ და ვმართოთ და ამას მე სადაგზა თქვენც ნახავთ და მეც რაღაცებს გეტყვით. მაგრამ თავარი არის ახლა ან ძირეული ეს რომ ჩვენი პროექტები იყოს სადღაც ატვირთული. და რატო არის ეს აუცილებელი? პირველი აუცილებელი არის იმიტომ რომ დაცული იქნება. მე თუ მაგალითად ანუ რაღაც მაქვს ლოკალურად ხო ეხა იდეაში რა პროექტებიც გაქვთ ალბათ მხოლოდ ლოკალურად თქვენს კომპიუტერზე. რამე რომ მოხდეს, რო წაიშალოს შემთხვევით, რაღაც რომ დაემართოს ლეპტოპს მაგალითად, ვეღარ აღადგენთ იმ პროექტს, იმიტომ რომ წაიშლება. ეს არის ერთი პრობლემა. და როცა GitHub-ზე იქნება ატვირთული, უკვე всё, იქ იქნება დაცული და აღარ წაიშლება უკვე აღარაფრიდან. ეს ერთი. მეორე ასევე რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის, ის არის რომ ჩვენი პროექტი შევძლოთ და ვანახოთ სხვებს. ხო, ეხლა რომ მე მაგალითად ჩემთან მაქვს ლოკალურად რაღაცა პროექტი რაღაცა ფოლდერში, ამას ხებს ვერ გაუზიარებ, ხო? თუ მინდა რომ ანუ კი გაუზიარებ მაგალითად რომ დავზიპო და რომ ჩაუგდო, მაგრამ ნუ ეგ ძალიან ცუდია. და თუ მინდა რომ ხებს გაუზიარო, GitHub-ზე ავტვირთავ და დაულინკავ უბრალოდ. და ამ ეტაპზე ახლა ჩვენთვის ეგ ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, იმიტომ რომ იდეაში ანუ დამსაქმებელს უნდა ვანახოთ ჩვენი პროექტი რამენაირად და თუ GitHub-ზე ატვირთული არ გვექნება, ისე არ გამოვა. ხო, ეს არის GitHub-ის საჭიროება. ნუ GitHub-ს როგორც გითხარით, კიდევ ძალიან ბევრი ფუნქცია აქვს, რითაც ანუ რაღაცე კოდის წერის პროცესი თვითონ და რაღაც გარკვეული რაღაცები შეგიძლია რომ დაამენეჯმენტოთ, მაგრამ მაგას ხო გზადაგზე გაიგებთ. ეს ახლა რაც მე მაქვს გახსნილი, ეს არის ჩემი GitHub-ის პროფილი, რომელიც გამოიყურება ასე. თქვენ რო GitHub-ზე შეხვალთ თუ ჯერ პროფილი არ გაქვთ, ძალიან მარტივად გაივლით რეგისტრაციას და შექმნით. და დაამატებთ ინფორმაციას. ყველანაირი ინფორმაცია რაც იქნება, დაამატეთ, ჩემი რჩევა არის. და ხო, ეს ნუ რაც მაქვს ხა ის ჩემი პატარა აღწერა არის. ეს ხა არ გინდათ, მაგრამ მე ამასაც გასწავლით გადაგზა როგორ უნდა გააკეთოთ. ორი წამით გამოვიდი შემთხვევით. ხო. ოკეი. ეხლა რა ხდება? აქ ესეთი რაღაც, ნუ პირველ რიგში რომ დალოგინებით ეს პროფილი გამოგიჩნდება თქვენი და აქ არის რეპოზიტორები ასევე. რეპოზიტორები არის აი მარტივად რო გითხრათ წყალებში საქაღალდეები, რომელიც შეგიძლიათ რომ შექმნათ და პროექტი უკვე იქ ატვირთოთ რა. მაგალითად ეხლა რაღაც დემონსტრაცია მინდა რომ გავაკეთოთ და აი თქვათ მინდა რომ რაღაც პროექტი ავტვირთო. ნუ ჯერ პირველ რიგში პროექტი შევქმნათ ოღონდ რა. რაღაც პროექტები აქ მე გაკეთებული მაქვს. მოდი უბრალოდ ახალ ფოლდერს გავაკეთებ და დავარქმევ რაღაცა GitHub tests, ხო? რაღაც სატესტო პროექტი, რომელსაც ახლა ჩვენ ერთად ავტვირთავთ GitHub-ზე. შევქმნი index.html-ს, ამას გავაკეთებ და აი, არა ის არა, თორე წამით. და მაგალითად აი ეს მინდა რომ GitHub-ზე ავტვირთო. ეს კოდი, ხო? ეს პროექტი, სადაც მაქვს ერთი ფაილი index.html და ნუ მოდი პრინციპში დავუმატოთ styles.c, ან და მოდი არ გვინდა ჯერ. ჯერ მარტო HTML იყოს. და მინდა რომ ეს HTML-ის კოდი, ნუ ცარიელი რაც არის ეს ჩონჩხი, ავტვირთო GitHub-ზე.
ამისათვის, რომ ეს გავაკეთო, პირველი რაც უნდა ვქნა, პარალელურად უნდა შევქმნა GitHub-ზე ამისთვის რეპოზიტორი. რეპოზიტორი, როგორც გითხარით, შეგვიძლია რომ აღვიქვათ საქაღალდე, ანუ რაღაც ფოლდერი GitHub-ზე ოღონდ, სადაც პროექტი აიტვირთება. ამას უნდა დავარქვათ სახელი. და ის სასურველია, რომ სახელი იგივე იყოს, GitHub ტესტი იყოს, თქვათ. აქ შეგვიძლია რომ აღწერა გავუკეთოთ ამას, ასევე ამ საქაღალდეს, ანუ რეპოზიტორის თვითონ ამ პროექტის აღწერა, რაც გინათ ის შეიძლება რომ იყოს, ნუ ახლა მოდი არაფერს არ დავწერ. Public და private ეს რა არის? ეს არის რომ ჩვენი ატვირთული პროექტი რაც გვაქვს, ასე ვთქვათ, დაინახოს ყველამ, ან მარტო თქვენ ხედავდეთ, ხო? ეს დამოკიდებული არის ახლა რაზე. ნუ როცა მე მაქვს ისეთი ეხლა რაც ვაკეთებთ ეს პროექტები, რაც არის, უნდა იყოს ყველა public-ზე. იქიდან გამომდინარე, რომ სხვებმა უნდა ნახონ. როცა უკვე რაღაც მე რეალურ პროექტზე იმუშავებთ, რაც სხვებმა არ უნდა ნახონ, ხო? რაღაც ისეთი იქნება. მაშინ უკვე private folders კი არა და private repositories გააკეთებთ ჩვეულებრივად. ეხლა იყოს public. Okay, ეს არის readme. ყველა repositories სასურველია რომ ქონდეს თავისი readme. იმიტომ რომ ყველა repository-ში რაღაცა პროექტი ატვირთული და readme არის ამ პროექტის აღწერა. ეს ჩვენ პირველ ლექციაზე ვთქვით მგონი. კი არა და სემინარზე. და იმიტომ რომ ყველა პროექტს თავისი readme მოყვება, ხო? და ეს readme არის თქვენი პროექტის აღწერა და შეგიძლიათ რომ აი თუ მოფწიჭკავთ რომ დაამატებთ რომ შექმნით რეპოზიტორის ეს readme-ის ფაილი ავტომატურად დაემატება რეპოზიტორიში. Git ignore არ გვინახლა, არც ლიცენზია არ გვინახლა, უბრალოდ ავდგეთ და რეპოზიტორი შევქმნათ ეს. Okay, ეხლა ნახოთ რა მოხდება. შეიქმნა რეპოზიტორი, როგორც ხედავთ და ერთ-ერთი ფაილი გვაქვს readme. readme default-ად ჩანს ხოლმე აქ მე ქვემოთ რა წერია ამ ფაილში. ეხლა readme-ში წერია პროსტა ესე GitHub ტესტი და მეტი არაფერი. და ნუ ეს ჩანს აქ მე რა ქვემოთ. მაგრამ ამას ხა ყურადღება არ მივაქციოთ. აი აქ რაც ხდება, არის ის რომ გვაქვს ერთი ფაილი უბრალოდ, რომელიც არის readme, იმიტომ რომ იქ მოფწიჭკეთ რომ ეგ ყოფილიყო, ეგ ფაილი. თუ არ მოფწიჭკავთ, მაშინ არ იქნება და იქნება ცარიელი. აი ცარიელი როგორ გამოიყურება, ეგეც მინდა რომ განახოთ. ამიტომ მოდი ესე ვიზარო ამ ფაილს წავშლი აქედან ახლა readme-ის. თუ მოიცადეთ წესით უნდა იყოს, აი აქედან უნდა იყოს delete ფაილი, წავშალეთ. Okay, ეხლა ეს კომიტებს მე აგიხსნით რა არის, ეხლა უბრალოდ წავშალოთ. ეხლა ესე მანახა, okay, არა, ესე არ მინდა რომ მანახოს. მოდი ესე ვიზავ მაშინ. თავიდან შევქმნი ამ რეპოზიტორის წავშლი, ბარემ თან რეპოზიტორის წაშლაც რო ვისწავლოთ, როგორ ხდება. გადავდივარ setting-ებში, შემდეგ აქ ქვემოთ ჩამოვდივარ და delete this repository. აქედან წავშლი პირდაპირ. ამას დავაკოპირებ, რომ დავარწმუნო რომ წაშლა მინდა ნამდვილად და აქედან წავშლი ეს. GitHub mobile-ზე უნდა შევიდე, ხა ეს შეგიძლიათ რომ დააყენოთ two-factor authentication-ი, მაგრამ ჯერჯერობით თავიდან არ გინდათ რომ არ იწვალოთ. აქედან დავაეპრუვებ ხა ამას და წესი დარიგით და იმას ქნეს რა ქვია. Okay, ეგა წაიშალა, თავიდან შევქმნი მოდი და GitHub ტესტ დავარქმე, უბრალოდ readme-ის აღარ დავამატებ, იმიტომ რომ მინდა ცარიელი როგორ გამოიყურება, ეგ განახთ. Okay, ეხლა ნახეთ. რო შეიქმნება ეს რეპოზიტორია, გამოიყურება ეს სულ თავიდან. აქ არის კომანდები, რომელიც ჩვენ ტერმინალში უნდა გავუშვათ ლოკალურად, იმისათვის, რომ ავტვირთოთ ეს პროექტი. რაც მაქვს იქით რა ქვია, VS Code-ში რა. ანუ VS Code-შივე ტერმინალთან ჩვენ ქონია შეხება JavaScript-დან ალბათ. და აქ ტერმინალს გავხსნი უბრალოდ და აქ უნდა გავუშვა ეს კომანდები, რომ ავტვირთო ჩემი პროექტი. მაგრამ სანამ ახლა ამ კომანდების განხილვაზე გადავალ, ჯერ ერთი პატარა დეტალი არის აქ. ნუ თქვენ პირდაპირ ვერ შეძლებთ ესე რომ GitHub-ზე პროექტები ატვირთოთ. რაღაცა გარკვეული პროგრამა არის საჭირო იმისათვის, რომ თქვენ GitHub-თან
მოახერხოთ კომუნიკაცია თქვენი ლეპტოპიდან და პროექტი ატვირთოთ, ან ნებისმიერ რამე გააკეთოთ. ეს არის Git. Git არის ესეთი პროგრამა, რომელიც არის რაღაც მარშრუტიზატორი, ესე შეგვიძლია რა ვთქვათ, და რაღაც ხო, საკომუნიკაციო არხი თქვენი ლეპტოპისა და GitHub-ს შორის. ხო, იმისათვის რომ პროექტები ატვირთოთ იქ, ან პირიქით იქიდან ჩამოქაჩოთ პროექტები, ნებისმიერ რამე GitHub-თან მიმართებაში თქვენი კომპიუტერიდან თუ გინდათ რომ გააკეთოთ, ტერმინალიდან კონკრეტულად მაგალითად რა, უნდა გქონეთ ჩაწერილი აუცილებლად Git. ეხლა მე პირდაპირ მანახებს რომ download for Mac-ო, იმიტომ რომ მე Mac-ი მაქვს და Mac-ისთვის ჩაიწერეო, მაგრამ download-ებში რო გადახვალთ, თქვენი სისტემა რაც არის ოპერაციული, იმაზე მორგებულს ჩაიწერთ მოკლედ აქ. იქნება Windows-ი, Mac-ი თუ Linux. ძალიან მარტივია დაყენება, პირდაპირ ჩაიწერთ, იქ რაღაც ინსტალაციას მიყვებით, ეხლა აღარ გავაკეთებ მე. უბრალოდ next steps დააჭერთ და ჩაიწერება თქვენთან Git. რო ჩაიწერთ Git, შეიძლება დარეფრეშება დაჭირდეს, იგი არა და დარესტარტება თქვენს კომპიუტერს. რო Git-მა იმუშაოს და თუ გინდათ რომ დარწმუნდეთ რომ Git-ი ნამდვილად ჩაიწერეთ, ტერმინალს გახსნით და გაუშვით ბრძანებას git-v. git-v ნიშნავს რომ Git-ის ვერსია მანახეთ ხო რა, ეგ უთხარი ახლა. თუ Git-ი ვაფშე არ არის, მაშინ ამოაგდებს რომ Git-ი არ არსებობსო, თუ Git-ი არსებობს, მაშინ Git-ის ვერსიას დაწერს. მე ახლა Git-ის ვერსია დამიწერა, Git-ი მაქვს. ოკეი. ეს არის მეორე სტეპი, ხო? ერთი სტეპი იყო რომ GitHub-ზე დავრეგისტრირებულიყავით ამბები და მეორე რომ Git-ი ჩავიწეროთ. როცა ეს ორივე გავაკეთეთ, უკვე ყველა ინსტრუმენტი გვაქვს იმისათვის, რომ შევძლოთ კომუნიკაცია Git-თან, კი არა, ხო, GitHub-თან, Git-ის მეშვეობით. ოკეი, ეხლა რა ვშვები? აქ ეს ბრძანებები არის მოცემული, მაგრამ აქედან ვეგეტყვით, რომ ზოგადად რაღაც ამ მეებში, რა ქვია, software თემებში და ზოგადად მოკლედ გვაქვს ორი ტიპის რაღაც და ეხლა გეტყვით რაზე მაქვს საუბარი. ეს არის ესე იგი ინტერფეისი, command line ინტერფეისი და user interface. რაღაცეები, მაგალითად ეხლა ეს არის command line interface. იმიტომ რომ მე ამ შემთხვევაში ჩემ პროექტს VS Code-დან GitHub-ზე რაღაც კონკრეტულ აპლიკაციის მეშვეობით კი არ ვტვირთავ და რაღაც ღილაკებს კი არ ვაჭერ. რაღაც კომანდებს ვუშვებ და ისევ ვტვირთავ, ხო? და აი ესეთ რაღაცას ეძახიან command line interface ხოლმე. მე რომ მქონდეს რაღაც აპლიკაცია, რომლის მეშვეობითაც რაღაცა ღილაკებს ზედაჭერით და ასე შემდეგ ავტვირთავდი პროექტს, ის იქნებოდა user interface. და რეალურად ეგეთი რაღაც არსებობს. GitHub desktop-ი ქვია, ეგეთი აპლიკაცია არის და GitHub desktop-ი თუ ჩაიწერეთ, არ დაგჭირდებათ რომ კომანდები გამოიყენოთ და user interface გამოიყენებთ იმისათვის, რომ აატვირთოთ ხოლმე თქვენი პროექტები. მე ეს არ მაქვს და არ ვიყენებ, მაგრამ თუ დავუმყომე ძალიან მარტივია რა, კომანდების დამახსოვრება არ მოგიწევთ, მაგრამ არ მივესალმები მაინც მაგას, იმიტომ რომ ჩემი აზრით პროგრამისტმა კომანდები ყველავარიანში უნდა იცოდეს. ამიტომ გირჩევთ რომ კომანდები თაკეთოთ თავიდან, მაინც რომ ეს კომანდები დაამუღამოთ რა რას ნიშნავს. თორე იქ რომ რაღაც ღილაკებზე აკლიკებთ, ხო, იმის უკანაც ეს კომანდები ეშვება რეალურად ტერმინალში. და კარგია რომ იცით რა ხდება. ამიტომ user interface თუ შეშვებით თავიდან და command line interface და ამუღამებთ, თვითონ ამ იმის რა ქვია Git-ის, უფრო კარგი იქნება. ამიტომ ჩვენ მოდი კომანდები ვისწავლოთ და კომანდებით გავაკეთოთ ატვირთვა და არა GitHub desktop აპლიკაციით. ოკეი. თუმცა სანამ ამას გააკეთებთ, რომ თქვენ Git-დან GitHub-ზე რაღაც პროექტები ატვირთოთ რა, კიდევ შეიძლება ერთი სტეპი დაგჭირდეთ რომ რაღაც გააკეთოთ. ეს არის Git-ის დასეტაპება თქვენთან. ახლა რას გულისხმობ? Git-ი ჩაიწერეთ, ყველაფერი ოკეი დაყენებულია, მაგრამ პატარა დეტალი შეიძლება რომ დაგჭირდეთ და ეს არის რა? ეს არის ის, რომ ლოკალურად თქვენს კომპიუტერზე გაწეროთ თქვენი Git-ის იუზერი და იქ ხდება ძალიან მარტივად. ესეთი კომანდები არის. პირველი კომანდი არის ეს. პირველ რიგში მოდი გავუშვებ ესეთ რაღაცას.
git config მოიცადე აქეთ მაგ ესეთი ბრძანება არის git config-list. git config-list არის ბრძანება, რომელიც შვება იმას, რომ თქვენი users, თქვენი git-ის users, რაც ლოკალურად გაქვთ კონფიგურირებული თქვენს ლეპტოპში, მაგას განახებთ. ჩემი user-ის სახელი არის ბექამაისურაძე და მეილი არის ეს ხო რაც წერია აქ. სასურველია რომ სახელი რაც გინათ ის იყოს, მაგრამ მეილი სასურველია რომ იყოს GitHub-ზე რა მეილითაც დარეგისტრირდით ის მეილიც. ანუ აქაც რომ ეგ მეილი გამოიყენოთ რა. ეხლა რომ მე ვზანება გავუშვი git config-list ეს კი მომცა ეს მონაცემები, მაგრამ თქვენ სულ თავიდან რომ ჩაიწერთ git-ს დიდი ალბათობით არაფერს არ დაგიწერთ აქ რა და იქნება ცარიელი. ამიტომ ეგ ამბავი უნდა გამოვასწოროთ. ეგ ამბავი უნდა გამოვასწოროთ, რომ და უნდა გავუშვათ ეს ორი მარტივი ბრძანება. პირველი ბრძანება არის, რომ user.name კონფიგურირებული იქნეს ამ ბრძანებით git config-globally არის გლობალურად, ну ეს არ გვინდა ახლა უბრალოდ ეს გამოიყენეთ და user.name და ბჭყალებში ჩაწერთ თქვენი name რაც იქნება, რაც გინდათ რომ იყოს. ნებისმიერი და ზუსტად იგივე პრინციპი უბრალოდ მეილზე ვიზავთ ესეთ რაღაცას git config-global user.email და მე თქვენი მეილი ბჭყალებში. ეგ არის git-ი კონფიგურირებულია. მაგრამ კიდევ ერთი რაღაც გჭირდებათ იმისათვის რომ თქვენი პროექტები ატვირთოთ და ეს არის რა რომ თქვენმა კომპიუტერმა იცოდეს თქვენმა ანუ მოწყობილობა VS Code-მა ამ შემთხვევაში რომ იმ GitHub-ზე რომ ატვირთოთ ის GitHub-ი თქვენია ნამდვილად. ხო შეიძლება სხვის GitHub-ზე ატვირთოთ, ანუ ეგრე ხო არ გამოვა. ამიტომ უნდა გაიაროთ ეგ იდეაში ადრე რომ თქვენი ლოკალურად ხო თქვენი კომპიუტერი რომ GitHub-თან დაგეკავშირებინათ ცოტა საჩალიჩო იყო SSH-key გჭირდება და ასე შემდეგ გჭირდებოდათ, მაგრამ ამ ბოლო პერიოდში ესეთი რამე დაემატა, ну ბოლო პერიოდში რა იდეაში кайხანია უკვე ალბათ წლები, მაგრამ უფრო აი ბოლო წლებისკენ დაემატა ეგეთი რამე რომ აი ეგ არის პროფილი VS Code-ის და VS Code-დან პირდაპირ შეგიძლიათ რომ GitHub-თან თქვენ GitHub-თან დაკავშირდეთ. ამას უბრალოდ დააკლიკებთ და აქედან იქნება ერთ-ერთი GitHub-ის ამბავი და იქიდან ძალიან მარტივად დაუკავშირდებით GitHub-ს რა. ეხლა მე უბრალოდ აღარ მინდა რომ გამოვიდი აქედან. უკვე დაკავშირებული ვარ და აგერ ანუ ჩემი GitHub-ის username-ს მიჩვენებს. მაგრამ აქედან ძალიან მარტივად იზავთ, ანუ საჩვენებლადაც არ ღირს ძალიან მარტივი არის, დაუკავშირდებით თქვენ GitHub-ს. აქ რო დააკლიკებთ GitHub-ზე გადაგიყვანთ, ანუ ბრაუზერიდან, იქ დაეთანხმებით რაღაცას, შეიძლება პაროლის შეყვანას მოგიწიოთ მაქსიმუმ და პირდაპირ თქვენი VS Code-ი დაუკავშირდება GitHub-ს. და ეგ არის. მეტი არაფერი აღარ არის საჭირო. ახლა უკვე უნდა დავიწყოთ ჩვენი პროექტის ატვირთვა. და აი იმ კომანდებზე გადავალთ, რაც გვაქვს აქ. ოკეი, პირველი კომანდი არის git-init. რა თქმა უნდა, კომანდები ესე რაღაც ბრმად არ გავუშვოთ ხოლმე, ანუ ვიცოდეთ ყველა კომანდი რას ნიშნავს. იმისათვის რომ თქვენ გქონდეთ იმის საშუალება, რომ თქვენი პროექტი ანუ git-ით წაიღოთ GitHub-ზე, ამის აუცილებელია პირველ რიგში რომ თქვენ პროექტში მოახდინოთ git-ის ინიციალიზაცია. თუ თქვენ პროექტში ლოკალურად ის git-ის ინიციალიზაცია არ მოხდა, მაშინ ანუ უბრალოდ ვერც ერთი ბრძანება ვერ გაეშვება git-ის, აზრი არა აქვს, ხო? იმიტომ რომ პროექტისთვის თავიდან git-ი უცნობი არის. ამიტომ ამ ბრძანებას რო გავუშვებ, უკვე ნაცნობი ხილი გახდება, მოკლედ, თქვენი პროექტისთვის git-ი და ინიციალიზაცია git-ის მოხდება. ეხლა ნახეთ, რო გავუშვი ეს ბრძანება, მოხდა ინიციალიზაცია უკვე, შეთვალეთ და ეგეთი რაღაცა სიტუაცია გვაქვს ხა ჩვენ. რა შეიცვალა? შეიცვალა ის, რომ აი ეგ მწვანეთ გაჩნდა, ანუ ამას ფერი შეიცვალა. მწვანე გაჩნდა, აქ დაეწერა u. და ნახეთ ხა თუ დააკვირდებით აი პატარა ის რო გამომიტანა tooltip-ი, ანუ მარჯვნივ დაბლა რაღაცა ბოქსი. წერია რაღაცა ჩემი ანუ მისამართი ამ პროექტის და აწერია untracked, ანუ ეს u ნიშნავს untracked. ეხა იგას ნიშნავს. უკვე ხო git-ი დაყენდა ჩვენ პროექტში.
და ეს აღიქვა ამ პროექტმა და ასევე მეუბნება Git-ი იმას, რომ აი ეს ფაილი რაც არისო, ჯერ მე დათრექილი არ მაქვს. ანუ ჩემ წყალებში, ჩემ ფლობელობაში ეს ფაილი არ არისო. ანუ Git-ს ეს ფაილი ჯერ დათრექილი არ აქვს. მაინც ჩავთვალოთ, რომ Git-ის ასე ვთქვათ, მეთვალყურეობის გარეთ არის ეს ფაილი. და ამ ფაილზე ვერაფერს ვერ ვიზავთ. ანუ ვერ ავტვირთავთ, ხო, როგორც მინიმუმ, იმიტომ რომ Git-ს არ ექვემდებარება ჯერ. ეს ერთი ნაწილი. მეორეა, რომ აი ერთი დაეწერა. და ნუ აქ მიჩვენებს ნახეთ რას. Git-ის ინიციალიზაცია როცა მოხდა, თავიდან Git-ი აღიქვამს, სულ თავიდან რომ ვაკეთებთ ინიციალიზაციას, რომ ყველა, ანუ მთელი ეს პროექტი არის ცარიელი. და მე ხო დავამატე რეალურად index.html-ი და ხო კოდი ჩავწერე და აქ მიჩვენებს ამ განსხვავებას რეალურად რა, რომ თავიდან ხო ამ ფოლდერში ხო არაფერი არ არსებობდა საერთოდ, მათ შორის არც ეს index.html ფაილი. და Git-ის ინიციალიზაცია მაგას იღებს 10-ლის წერტილიდან. და მეუბნება რომ აი მე შენ გააკეთე ის რომ ადექი და ეს ფაილი დაამატეო და აქ კოდი ჩაწერეო. აი ამ განსხვავებას მიჩვენებს რა. ამ შემთხვევაში. ამის საჭიროებას მე რატო არის ესე? კარგად დავინახავთ უფრო. მაგრამ ამ ეტაპზე ესე იყოს. ოკეი. ეს ანტროექტის ნაწილი გავიარეთ. და რა თქმა უნდა, ეხლა საჭირო რამე რო გავაკეთო, ნუ ამ შემთხვევაში ის რომ ავტვირთო მე ეს პროექტი და ეს ფაილი, ხო? index.html კონკრეტულად. Git-ზე უნდა გავაკეთო ის, რომ მინიმუმ ჯერ დათრეკოს ეს ჩვენი ფაილი Git-მა. ეგეთი ბრძანება არსებობს Git add და შემიძლია დავწერო წერტილი. წერტილი ნიშნავს, ამით ვეუბნები, რომ დათრეკოს ყველა ფაილი, რაც ამ პროექტში მაქვს. წერტილი მაგას ნიშნავს. რომ ყველა ფაილი დათრეკოს, რაც ამ პროექტში მაქვს. ამ შემთხვევაში მარტო index.html მაქვს და ანუ მარტო მაგას დათრეკოს. მაგრამ თუ ბევრი ფაილი მაქვს მე პროექტში და მინდა რომ კონკრეტული დათრეკოს და არა ყველა, მაშინ დავწერ იმ ფაილის სახელს, ხო? ამ შემთხვევაში index.html-ს. ესე. და კონკრეტულად იმ ფაილს დათრეკავს Git-ი. ამ შემთხვევაში მოდი წერტილი იყოს ესე და უკვე ეს ფაილი დათრეკა. ეხლა რომ მივიტანო აი index.ed დაწერია. ნუ სწორად ორი წამით აქ კიდე ანტრექს მიწერს ეს ორი წამით. ხო, ეს როგორი რაღაც არის, იცით? ან დამატებული არის ბოლომდე, ანუ გზაში არის და ეგრე ითვლება ხოლმე იდეაში. მე მაინც დათრექილს ვეძახი, მაგრამ გზაში არის ჯერ ბოლომდე, ანუ არ არის მზად ჯერ იმისათვის, მომზადებული არ არის იმისათვის, რომ GitHub-ზე ავტვირთოთ. ხო? აი საბოლოოდ უკვე რომ მაგ გოლში მოვაქციოთ, რომ უკვე GitHub-ზე ავტვირთოთ. გვინდა ესეთი ბრძანება git commit. ამით ვაკომიტებთ. ეს რა არის? დაკომიტება არის უკვე საბოლოო წერტილი იმისათვის, რომ აი Git-ს უთხრათ, რომ აი ეს რაღაც კონკრეტული ფაილი. ან Git commit-ით ვაკომიტებთ იმ ფაილს, რომელიც Git edit დავამატეთ აქ. ამ შემთხვევაში ჩვენ ყველა ფაილი დავამატეთ. ამ შემთხვევაში ჩვენი ყველა არის მარტო index.html, მეტი ფაილი არ მაქვს ფიზიკურად. და ამ ფაილს ვაკომიტებ, ეგრე გამოდის რა. ამ index.html-ს. კომიტი უნდა იყოს მოკლე და გასაგები. ამ შემთხვევაში და აწმყო დროში იყოს ხოლმე ყოველთვის, ანუ წარსულ დროში არ დავწეროთ. ამ შემთხვევაში მე დავწერე ეს რაღაცას create html file ვთქვათ. ეს არის კომენტარი იმისა თუ მე რა გავაკეთე ამ პროექტში. ხო? ამ ეტაპზე მე გავაკეთე ის, რომ HTML-ის ფაილი შევქმენი უბრალოდ და მეტი არაფერი. დავაკომიტე, ეგ არის. უკვე მზად არის, ანუ აქ ყველაფერი გავუქრა. უკვე მზად არის იმისათვის, რომ GitHub-ზე ავტვირთოთ. მაგრამ კიდე პატარა დეტალი დაგვრჩა. ხო, ეხლა აქ რა ხდება, ნახეთ, git branch-m main-ი. მოდი, ამას დავწერ უბრალოდ, branch-ები ცოტა ხანი არ შევეხოთ branch-ებს, ეს ცოტა ხანი დავივიწყოთ. შემდეგი ბრძანება არის git remoted origin და რაღაცა ლინკი წერია. ეს რა არის, ნახეთ? ჯერ ანუ საიდან იცის ხო, ეხლა ჯერ რეალურად რომ
აი კონკრეტულად ამ რეპოზიტორიში მინდა რომ მე პროექტი ავტვირთო. მე ხო აი ეს Git-ის ინიციალიზაცია რომ მოვახდინე აქ, ხო? ეგ ხო რამენაირად უნდა დავაკავშირო ეს პროექტი უკვე სადაც Git-ი არის ინიცირებული, ეგ ხო რამენაირად უნდა დავაკავშირო უკვე მე კონკრეტულად GitHub-ის იმ რეპოზიტორიასთან, რომელიც მე შევქმნი ახლა. ეს ბრძანება აკეთებს მაგას. Git remote add origin და აქ წერია ჩემი რეპოზიტორიის ლინკი, მისამართი. origin-ის მერე. აი აქ, აი ეს. ამას რო გავუშვებ, უკვე დაკავშირებულია ეს ჩემი ლოკალური პროექტი ამ რეპოზიტორიასთან, GitHub-ზე რაც შევქმნი, აი ეს. და ის გადამრჩენია, რომ უკვე GitHub-ზე ეს პროექტი ავტვირთო. და ის ბრძანება არის git push-u origin main. Okay, ეხლა მოდი განვიხილოთ ესეც რა არის. Git push-ი არის რომ მეუბნები რომ დაიფუშოს ჩემი პროექტი ამ რეპოზიტორიში. აი რაც შეეხება -u origin mains. აი -u origin main. Main-ი არის branch. აი წერა რომ გამოვტოვე ეს ბრძანება, ხო? git branch-m main-ი რომ ეწერა, აქაც გამოვტოვე ეს და არ ახსენი. მოდი ჯერ დავფუშავ და branch-ებზე მე გადავალ, ესე ჯობია. ნახოს ყველაფერი მუშაობს. git push-u origin main-ი დავფუშე, მშვენიერია, დაიფუშა, როგორც ხედავთ, ეხლა რო გადავიდი აქ და დავარეფრეშო. აი index.html-ი გაჩნდა. და რას დავაკომიტე? create.html file რომ ეწერა. ეგეც მაქვს უკვე. ანუ ეს კომიტი აქ გამომიჩნდა. კომიტი რომ ნახო, აი კომიტებში რომ შევიდე, ერთი კომიტი მაქვს მარტო ამ პროექტში და აი ეს კომიტი არის, რაც ეგან მე დავწერე იქ რა. create.html file. ამას რომ დავაკლიკო, აქ მანახებს რომ ამ კომიტით მე რა დავამატე ამ პროექტში. დავამატე index.html file და index.html file-ში ეს კოდი. შვენიერი. ეს გავიარეთ. ეხლა მთავარი კიდე აქ თემა არის branch-ის თემა. როგორც ხედავთ, აქ მიჩვენებს ერთ branch-ს ესე. ერთი branch-ი მაქვს და ეს branch-ი არის main branch. მთავარი branch. ეხლა branch-ი რა არის? branch-ი წარმოვიდგინოთ, ხო, არის ჩვენი პროექტის გზა, ესე რომ ვთქვათ რა. და branch-ის საჭიროება და branch-ის თვითონ ასე ვთქვათ დეფინიცია უფრო კარგად არის ვთქვათ აღქმული პროგრამად იქნება, მაშინ როცა მაგალითს მოვუყვან იმისა თუ აი როცა პროექტზე მუშაობს ერთზე მეტი ადამიანი. ვთქვათ, ხო, შეიძლება ორი კაცი მუშაობდეს, შეიძლება სამი კაცი მუშაობდეს. ამ შემთხვევაში რა ხდება, ნახეთ? ამ შემთხვევაში რაღაცა ერთი პროექტი მაქვს ერთი კოდი კონკრეტული და იმ კოდში მუშაობს რამდენიმე ადამიანი, ხო? და ერთად რომ მუშაობს, იქ შეიძლება გარკვეული პრობლემები შეიქმნას. ამიტომ რას აკეთებენ ნახეთ. ეს არის main branch-ი ხა. ეს არის მთავარი, ეს არის ის branch-ი, სადაც მაქვს კოდი, რომელიც მერე უკვე გაეშვება და იმაზე ანუ საიტი რაზეც გაეშვება მოკლედ რა. main branch-ი ინახება ეგ კოდი. მაგრამ წარმოვიდგინეთ, რომ ეხა მე მუშაობ რაღაც კომპანიაში, სადაც ძალიან დიდი რაღაც ინფრასტრუქტურა არის აწყობილი. მთლიანი კოდი დევს main branch-ზე, მთავარ განშტოებაზე ამ პროექტის და მერე უკვე ამ main branch-ზე არის გაშვებული production-ის და საიტის და ასე შემდეგ. მე ავდექი და ამ main branch-ზევე რაღაცეები გავაკეთე, რაღაცეები შევცვალე. და დავფუშე GitHub-ზე და რაღაცები აირია საერთოდ რა. რა თქმა უნდა, ეგ არ გვაწყობს. ამიტომ ნახეთ რა ხდება. main branch-ზე არასდროს არავინ არ მუშაობს ხოლმე. თავარ განშტოებაზე, პროექტის თავარ განშტოებაზე არავინ ხელს მაგას არ კიდებს. არამედ დგებიან და აკეთებენ ახალ განშტოებას პროექტის. აი აქედან იქნება ამას რომ დაკლიკეთ და აქ უნდა შევიყვანოთ ჩემი განშტოების სახელი. მე თუ მინდა რომ მუშაობა დავიწყო პროექტზე, უნდა შევიყვანოთ ჩემი განშტოების სახელი, მაგალითად დავარქმევ ბექას ვთქვათ. და ახალ branch-ს აქედან შევქმნი. ახალი branch-ი შეიქმნა, აქ უკვე წერია ქვემოთ ბექა,
იმედი მაქვს რომ ჩანს თუ არ ჩანს ცოტა გავადიდებ. აქ წერია ბექა უკვე. ეს არის ჩემი განშტოება. და აქ უკვე შემიძლია რომ ნებისმიერ რამე გავაკეთო. ეს უკვე მთავარი განშტოება აღარ არის. აი მაგალითად ეხლა რო ავდგე და ბადიში რომ დავამატო h1 და რო დავწერო hello და რო დავასეივო. ხო? აი ნახეთ რა მოხდა აქ უკვე modified დაეწერა. წეღენ მწვანე იმიტომ იყო რომ ეს ფაილი ახალი დამატებული იყო ამ პროექტში. უკვე ამ მომენტისთვის ეს ფაილი აღარ არის ახალი დამატებული, უკვე აქამდე დამატებული და დაკომიტებული ფაილია. უბრალოდ ამ არსებულ ფაილში რომ რაღაცა შევცვალე, მე უკვე modified ეწერება. ამას მე კიდე გავივლით. ხო, ეხლა რაზე მინდოდა აქ? შევქმენი ჩემი განშტოება, რაღაცა კოდი დავწერე, ამ შემთხვევაში h1 შევქმენი უბრალოდ, მაგრამ main-ზე რო გადავიდე, ну, ჯერ პრინციპში აქაც hello-ს მიჩვენებს, კი ბატონო. მაგრამ მაგით იმის ჩვენება მინდა, რომ მე რასაც ჩემ ბრენდში შევსვლი და გავაკეთებ, ის main-ზე გავლენას არ მოახდენს GitHub-ზე უკვე რა. ამას განახებთ. ну, აქ ისევ ისერია, რა ქვია, იმიტომ რომ არ დამიკომიტებია. მოდი დავაკომიტებ ჯერ. hello ხომ იწერია, მოდი git add დავწერ ისევ. მე მინდა git commit-m add h1 ესე დავაკომიტე. წესით უკვე main-ზე hello კი ბატონო, main-ზე hello აღარ წერია. ანუ მე რო რაღაცა გავაკეთე ჩემს განშტოებაზე, ის main-ზე არ არის. main-ი არის ხელუხლებელი, ცალკე. ანუ ამით უკვე ის შანსები მცირდება, რომ მე რაღაცები ავრიო, ხო, რაღაც main-ზე კოდი ავრიო, რაღაცები ვქნა, ან ასე შემდეგ. ჩემ განშტოებას ვქნი და მუშაობ მაგ განშტოებაში. ანუ ცალკე ბრენჩი, სადაც შემიძლია რომ ნებისმიერ რამე გავაკეთო, ესე უშიშრად და ისე არაფერი არ აერეო, იმიტომ რომ თავარი ბრენჩი რაც არის, რაზეც მე უკვე საიტი ეშვება და ასე შემდეგ, ანუ main ბრენჩი, ის არის ხელუხლებელი. მაგრამ რაღაც მომენტში ხო, რასაც მე ჩემ ბრენჩზე გავაკეთებ, მე საბოლოო ჯამში ხო მაინც უნდა გადავიტანო main-ზე, ხო? ისე ხო აზრი არ აქვს. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მთელი საიტი და ასე შემდეგ production-ი დგას იმ main ბრენჩზე. და მე რაღაცას ვაკეთებ ჩემ ბრენჩში, საბოლოო ჯამში უნდა გადავიტანო main ბრენჩში. ხო? ამიტომ ეგ რო გავაკეთო, უბრალოდ git push გავუშვებ, ესე. git push, პროსტორად git push-u origin bk და მე ამას ჩავშალოთ მე რა არის git push-u origin-ი, ეხლა არ გვინდა ჯერ. და დაიფუშა ეს ბრენჩი და ეხლა ნახეთ რა მოხდება. აი, გამომიხდა ეს ერთი ბრძანება, რომ ეს ბრენჩი დაიფუშაო, main-ზე არაფერი არ შესულა, ნახეთ. ანუ create html ფაილი წერია, რომელიც გავაკეთე 8 წუთის წინ და ანუ ისე ესე არის. ეს არ იცვლება საერთოდ. chain branch შევქმენი და შემიძლია რომ აი ეგ ესეთი რაღაცა compare and pull request. მე თუ მაგალითად რაღაც კომპანიაში ვმუშაობ, ხო? და ეს უკვე თქვი და აქ რაღაცა chain branch-ში გავაკეთე, რაღაცა task-ი შევასრულე და დავფუშე, მე უნდა მოვითხოვო რომ ჩემი უფროსი ვინც არის, ეს კოდი, ანუ ამ კოდს გადახედოს და თუ სწორია და კარგად მიწერია, დამერჯოს main-ზე უკვე. ანუ რა უნდა ქნას? main-ს შეუერთოს ჩემი კოდი და შეერწყას ჩემი ბრენჩი main branch-ს. და რა კოდიც მე დავწერე ჩემ ბრენჩზე, main-ზეც გაჩნდება ავტომატურად და გავაუკე შესაბამისად production-ში. ამიტომ ამას მოვთხოვ ჩემ უფროს რომ რაღაცა დამერჯოს. ну, შემიძლია რომ აქ მე დავმერჯო. რეალურ სიტუაციაში ესე არ აკეთებენ ხოლმე რაღაც უფროსი ვინც გეყოლებათ, ის დამერჯოს. მაგრამ ეხლა მოდი ჩვენვე დავმერჯოთ, ხო? და ეხლა რომ დავმერჯა უკვე ეს წავა main-ზე, ნახეთ? confirm merge გავაკეთებ და GitHub test-ზე რო შევალ, აი ნახეთ add h1 უკვე ეს კომიტი გამომიჩნდა აქ 3 წუთის წინ, იმიტომ რომ 3 წუთის წინ დავაკომიტე. ანუ როცა დავმერჯე აქ ის დრო კი არ ჩანს, როცა დავაკომიტე VS Code-ში ის დრო ჩანს. და index.html-ში რო შევიდე უკვე, ეს h1 გაჩნდება აქ. მშვენიერია. ხო? აი ეს არის
ბრენჩების თავარი მუღამი. მე კიდე რა ხდება? შეიძლება როგორც უკვე თქვი, პროექტზე 5 კაცი მუშაობდეს ან 10 კაცი. და ერთ ბრენჩზე რო იმუშაო ძალიან ცუდი იქნება, ხო? იმიტომ რაღაც არეულობა შეიძლება რომ მოხდეს რა. აი მაგალითად, შეიძლება რაღაცა კონკრეტული ფაილის მე-5 ხაზზე მე სხვა რამე დავწერო, შენ სხვა რამე დაწერო. უკვე მაგას ქვია კონფლიქტი. და აირება უკვე ვეღარ დაიფუშება თქვენი კოდი უკვე GitHub-ზე. თუ თქვენ რაღაც ხაზზე სხვა რამე გიწერია და იგივე ხაზზე, იგივე ფაილში ვიღაცას ვინც ასევე მუშაობს ამ პროექტზე, სხვა რამე უწერია. და ბრენჩები უკვე მაგას თავიდან აგარიდებთ რა. მაგ გარკვეულ იმებს, რა ქვია, კონფლიქტებს და ასე შემდეგ. პრაქტიკაში უკვე როცა იმუშავებთ კოლაბორაციულებზე, მე უფრო კარგად გამოჩნდება ეს ყველაფერი. ეხლა ნახეთ რა ხდება. აქ hello მაქვს. გადავედი main-ზე. აქ არ მაქვს. მაგრამ GitHub-ზე მაქვს. და რატო? იმიტომ რომ მე ეს კოდი GitHub-ზე დავმერჯე. ბექა main-ს შეუერთე GitHub-ზე. მაგრამ ლოკალურად ჯერ ეგ რა თქმა უნდა არ ამესახება, იმიტომ რომ GitHub-ზე მოხდა ეგ. თუ მინდა რომ ლოკალურადაც ამესახოს, გადმოვალ main branch-ზე აქედან, წეღრა როგორც გავაკეთე. ხო, აი აქედან main branch-ში გადმოვალ და გავუშვებ ბრძანებას git pull-ს. და რაც ხდება main branch-ზე GitHub-ზე, იგივე მოხდება აქაც. ამ შემთხვევაში ნახეთ ახლა რა მოხდება. გაჩნდა h1 ისევ აქ. ეგ არის. აი თქვენი მთელი მუშაობის ციკლი იქნება ეგ, რომ თქვენ ბრენჩს გააკეთებთ, რაღაც ტასკს შეასრულებთ, დააკომიტებთ, დაფუშავთ და რო დაფუშავთ იმ ბრენჩს, მერე თქვენი რა უფროს ვინც იქნება, ან შეიძლება თქვენ ვექნათ, როგორი სიძე ექნება სამსახურში, ნუ არ ვიცი, დამერჯავთ main-ზე, მერე დაბრუნდებით main branch-ზე უკვე ლოკალურად, ჩამოფულავთ კოდს. იქ შეიძლება სხვა ტიპის მუშაობდეს და სხვისი კოდი ჩამოფულოთ, რომელმაც ასევე დამერჯა main-ზე რაღაცა და გააგრძელებთ მუშაობას, მერე ისევ თქვენ ბრენჩზე გადახვალთ და ასე შემდეგ. ეს არის მთელი ფილოსოფია, მოკლედ ამ ყველაფრის. ბრენჩების შექმნის, დაკომიტების და ასე შემდეგ. რაც შეეხება კიდე კომიტებს. კომიტები უნდა იყოს, ნახეთ როგორ. ანუ შეიძლება რაღაცა დიდი ტასკი ქონეთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთხელ უნდა დააკომიტოთ რა. გზადაგზა აკომიტეთ ხოლმე. რაღაცას რო შეცვლით, აი რაღაც მაგალითად დავამატე h2 დავამატოთ და დავწერ აქ ეგრევე დავაკომიტებ რა. რაღაცა ისევ git add git commit add h2 კიდე რაღაც შევცვალე დავაკომიტე და ამ კომიტებს რო დავაგროვებ უკვე და რომ მოვჩები ტასკს, მე დავფუშავ უკვე ამ ჩემ ბრენჩს. მე უკვე დავმერჯავ და რო დავმერჯავ, მე ჩემთან დავფულავ main-ს და ასე შემდეგ. ნუ თუ main-ზე მუშაობ, მე პირდაპირ დაფუშავთ და ეგ არის, პირდაპირ main-ზე დაიფუშება და დაფულვა და რაღაც დამერჯვები აღარ დაგჭირდებათ. მაგრამ ბევრგან არის ხოლმე ეგრე, რომ GitHub-ზე კონფიგურირებულია ისე, რომ main branch-ზე პირდაპირ git push ვერ გავუშვებთ. ამ შემთხვევაში ჩვენ არ გვაქვს ეგ. მაგრამ ეგეც შეგვიძლია რომ გავაკეთოთ, რომ main-ზე პირდაპირ ვერ დაფუშოს ვერავინ ვერაფერი. მაგრამ ხა ეგ არ გვინდა, ეგ ცოტა იდვესნაბავი არის, ჩვენ ჯერჯერობით ეგენი არ გვჭირდება. ოკეი. ეს რაც შეეხება მოკლედ ბრენჩების და ავტორიტეტების და კომიტების ამბებს. ნუ თავარი ეს არის მაინც. ახლა ამაზე რამე კითხვა ხო არა გაქვთ. ნებისმიერი თუ გაუგებარი იყო, თავიდან გამომეორებ. თუ ამორი გაიგეთ. მე არა. ოკეი, ანუ ყველაფერი გასაგები იყო, კი ბატონო. ხო. ეგ არის. კი ბატონო, ეხლა კიდევ რა მინდა ისეთი, ნუ თავი რაც იყო გიგიხარით, მაგრამ აქ კიდევ ხო არის რაღაცეები. სეტინგებიდან რაც შეიძლება რომ დაგჭირდეთ. ნუ პირველ რიგში მოდი ამას განახებთ. აი ნახეთ ბრენჩები ხო, აქ ავიყავი ჩვენ შესული გვაქვს ორი ბრენჩი გვაქვს ხო? ერთი არის main რაც იყო ისედაც და ბექა რომელიც მე შექმენი და აი თუ დააკვირდებით, აქ წერია რომ ეს ბრენჩი დამერჯილი არის. უკვე და ნუ ხო ფიზიკურად მე ჯერ ვეღარ დავმერჯავთ. მაგრამ მე თუ ეს კოდში გადავედი, ამ ბრენჩზე გადავედი მე და კიდე აქედან კოდი მე დავფუშე. მე უკვე კიდე და სამერჯი მექნება ეს ბრენჩი main-ზე და ესე გავაგრძელებ სულ. ხო?
ეხლა უბრალოდ არაფერი აღარ არის, არაფერი აღარ დამიფუშია მე აქედან, შესაბამისად არც დავმერჯავ. ეხლა რასაც მე გეუბნებით ეს ბრენჩების ამბები და რაღაც, თქვენ ეხლა რა პროექტებიც გაქვთ ამებს რო ატვირთავთ, არ დაგჭირდებათ პირდაპირ მეინზე დააკომიტეთ და დაფუშეთ პირდაპირ მეინზე. ანუ ეს დაგჭირდებათ კოლაბორაციულ პროექტებში ხოლმე რა იდეაში. თქვენ რომ მარტო მუშაობთ, მარტო თქვენ რო ხართ მაგ პროექტზე და მარტო თქვენ რო მუშაობთ, დიდად ბრენჩების გაკეთება არ დაგჭირდებათ. თუ გინდათ რომ ივარჯიშოთ, მაგ ხრივ კარგი იქნება ძალიან. Okay. ეს ბრენჩებს აქ რაც შეეხება. სეტინგებიდან კიდევ აქ რა მინდოდა ისეთი. რულები არა. ბრენჩებზე რო გადავიდე, ნახეთ add branch rule set. რაც გითხარით, რა შეგვიძლია რომ main branch-ში დავიცვათ. აქ უნდა დავწეროთ branch-ის სახელი, ანუ rule set-ი, უბრალოდ ეხლა ეს შეიცვალა ადრესო და სხვანაირად იყო. ესე იგი აქ ესეთი rule set name წერთ. ნებისმიერ რამე შეგვიძლია რომ დავარქვათ ალბათ protection ვთქვათ მაგალითად bypass list is empty ეს არ გვინდა და branch rules აქ შეგვიძლია რომ branch-ის რულები დავწეროთ. უბრალოდ მე მაინტერესებს სად არის რომელი branch-ის ვიცავ, ეგ მოიცა branch-ებს ორი წამით ეს არ მინდა, რაღაცა არ მომეწონა ეს. add classic, classic-ში შევიდეთ. Okay, ანუ ეს ახალი არის. დიდათ არ ვიცნობ ამას, მაგრამ მე გადავხედავ ამასაც. მაგრამ დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ეხლა რაც გვინდა არის classic-იც გვეყოფა მაგისთვის. აქ წერთ branch-ის სახელს, რომელზეც მინდა რომ რაღაცა protection-ი დავადო. მაგალითად main-ი არის რა. თქვი რომ ეს არ გვიან მეთქი, მაგრამ მოდი მაინც განვიხილოთ. აქ ჩავწერ branch-ის სახელს, ეს არის main-ი და ნახეთ require pull request before merging. ანუ პირდაპირ ვერ დამერჯავს ტიპი, უნდა მოითხოვოს pull request-ი GitHub-ზე და მე დაიმერჯოს უკვე main-თან. ანუ პირდაპირ ვერ დაიფუშება VS Code-დან main branch-ზე ვერაფერი. ამას მოვნიშნავ, აქ კიდევ გარკვეული რაღაცები არის, ეხლა ამაზე ჩაღრმავება აღარ გვინდა, კიდე სხვა ანუ ესენია რა ქვია, შეზღუდვები არის და ეგენი შეგიძლიათ რომ დაადოთ და რო შევქმნი და create რო დავაწვევი, ეგ არის. ეხლა ნახეთ, მე რო გადავიდე აქ main-ზე რო გადავცვალო, მე ხო აქ h2 დავამატე და დავაკომიტე უკვე. მოდი რომ ნახოთ თუ დაფუშავ პირდაპირ. git push პრინციპში git push-ით საკმარისი იქნება ამ შემთხვევაში. წეს უნდა მოგდეს error-ი, მაგრამ მოიცადე change must be through error-ი იყო, ხო? აშკარად. კი ბატონო. bypass rule violations for violations for ref sets main change must be made through a pull request. ანუ ვერ დაფუშავო პირდაპირ რა, იმიტომ რომ რაღაცა რული ადევსო. უნდა გააკეთო ეგ ამბავიო, მხოლოდ იმაზე მაგრამ მოიცადე ორი წამი ხა აქ კი ამომიგდო ეგ, მაგრამ რაღაცა h2 წერია მაინც, h2-ო. უცნაურია. ესე არ უნდა იქნება. Change must be made through a pull request. თან ის დამიწერა და თან დაიფუშა. საინტერესოა. Okay. შეიძლება მაგამდე რომ დაკომიტებული მქონა მაგიტო? შეიძლება მაგის ბრალი არის. Okay. ეს თავიდან არ დაგჭირდება თქვენ. მაგრამ იცოდეთ რომ აქედან ხდება ეგ ამბები რა. და მე მგონია რომ მე მგონია რომ რა ხამქონდა დაკომიტებული მაგიტო გააკეთე. ან ხო არ დაფუშე ვაფშე და იქამდე რამე, მაგრამ არ მგონია. Okay, კაი, მოდი ხამოდი ჩაღმოვება აღარ გვინა ჯერჯერობით. თუ არ დავკარგოთ, ეს არ გვინა. page-ი ძალიან მნიშვნელოვანია, მოდი ეს განვიხილოთ ახლა ჩვენ. კიდე ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია და ანუ ჩვენი მოტივი რატომაც GitHub-ზე უნდა ავტვირთოთ ახლა ეს პროექტები არის, რომ თვითონ კოდი კი არ ვანახოთ მარტო ადამიანს. ვანახოთ უკვე საიტი უშუალოდ, ხო? აქამდე ამ საიტს უშვებდით ლოკალურად და მარტო ჩვენ ხედავდით, ანუ სხვას ვერ დაულინკავდით, იმიტომ რომ ლოკალურად მარტო ჩვენს კომპიუტერზე ეშვებოდა საიტი. მაგრამ ახლა მე რო GitHub-ზე კოდს ავტვირთავ, შემიძლია რომ საიტიც გავუშვა უკვე რა და სხვებს დაულინკო უკვე საიტი. ამ შემთხვევაში ის გავაკეთოთ, setting-ებში შემოვალთ, page-ებს ავირჩევთ
და deploy from a branch. აი, ნახეთ, რომელი branch-ზე მინდა რომ გავუშვა მე საიტი. როგორც გითხარით, საიტი ეშვება ხოლმე production-ში main branch-დან. ამიტომ აქ უნდა მოვნიშნოთ main branch-ი დავასეივოთ. ამას დაჭირდება ახლა ცოტა ხანი 1-2 წუთი ალბათ რომ საიტი გაეშვას. ნუ ახლა ამ საიტზე არაფერი მე არ მაქვს 1H1 მაქვს და 1H2 მაგრამ მაგებს ამოაგდებს რა. თქვენ რომ თქვენ სრულყოფილ პროექტს რო ატვირთავთ, აქედან ნუ გავუშვებთ ცოტა ხანი 1-2 წუთი დაელოდებით და უკვე შეძლებთ რომ თქვენი კოდის გაუზიაროთ სხვებს და თქვენი საიტიც უკვე ვიზუალურად როგორ გამოიყურება. ოკეი, ნახოთ ალბათ თუ გაეშვა, დავარეფრეშოთ. ოკეი, ჯერჯერობით არ გავშვებია, დავალოდოთ. მაგამდე თუ გაქვთ რამე კითხვები, შეგიძლიათ რომ ან ჩატში მოიწეროთ აქ, ან დამისვოთ. ოკეი, გაეშვა მაგამდე. visit site დავაწები და ჩემი საიტი გაიხსნა, ნუ სადაც უბრალოდ 1H1 მაქვს და 1H2 მაქვს როგორც თქვი. და წერია მარტო hello. მეტი არაფერი. ეგ არის და უკვე ეს საიტი რო დაგილინკოთ, თქვენს გახსნით რა, ჩვეულებრივად. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც, რაც უნდა ვიცოდეთ მოკლედ ამაზე. ოკეი, ეხლა პრინციპში კიდე ისეთი რამე მინდოდა თუ არა ამ ეტაპზე რომ ვიცოდეთ GitHub-ზე და Git-ზე. ცოტა სწრაფად კი ახსენი, მაგრამ მგონია რომ მარტივია და თან არ მინდოდა რომ ძალიან გამეწელა რა. ოკეი, აქ მოკლედ მეტი ისეთი არაფერი არ არის. ხო, მოიცადეთ. ხო, აქ მგონი სხვა ისეთი არაფერი არ იყო, რაც მინდოდა რომ მეთქვა. ანუ პრინციპში ხო, ეს მინდოდა ამ ეტაპზე მოკლედ, რაც თქვენ დაგჭირდებათ თქვენი პროექტები ატვირთოთ, ანუ ეგ მინდა რომ გააკეთოთ, რაც შეიძლება მალე, რაც გააკეთეთ ეს პროექტები არ დაგეკარგოთ და თან სხვებსაც გაუზიაროთ. რას ვაკეთებთ ხო? ანუ დარეგისტრირდებით GitHub-ზე, Git შავიწერთ, ამ პროექტებს ავტვირთავთ, გაუშვებთ live page-ებს აქედან, როგორც მე განახეთ და ეგ არის უკვე შეძლებთ რომ სხვებს გაუზიაროთ და ასე შემდეგ. მე უკვე LinkedIn-ზე დადებთ ამ პროექტებს და ასე შემდეგ. ეგ არის და ეგ. ესე იგი, სემინარი გვექნება კიდევ ამ ხუთშაბათს ასევე დომზე, ახლა თქო GitHub-ზე სემინარი ვერ იქნება, ფიზიკურად მეტი არაფერი არ არის აქ ამ ეტაპზე. დომზე გვექნება სემინარი, მაგას ჩავატარებ და მე უკვე იწყება React-ი. React-ი იწყება, უბრალოდ დასწრება ცოტა არის ძალიან და მაგიტო არ ვიცი, ვფიქრობთ ჩაანწერებით გავაგზავნოთ თუ live-ში. იმიტომ რომ თითქმის ზოგჯერ არავინ არ არის ხოლმე ლექციაზე რა. ნუ მაგაზე შეგატყობინებთ. მაგრამ დომის ნაწილი არის ეს. მეოთხე ეტაპის დავალებებს რაც გითხარით, ეგენი გააგრძელეთ და მიიყვანეთ ბოლომდე. და ხო, ეხლა თუ კითხვები გაქვთ რაიმე ნებისმიერი, ან დომზე ხო არ არის რაიმე ისეთი გაუგებარის გამოც ვერ აგრძელებთ მაგალითად რაღაცას პროექტს ან ასე შემდეგ. ან თუ GitHub-ზე არის რაიმე კითხვა, შეგიძლიათ რომ დამისვოთ. მე მეორე ლექციაზე ვარ გაჩერებული, ამიტომ არ ვიცი, ანუ არ მაქვს არაფერი კითხვა. ოკეი, მეორე ლექციაზე დომის ხო? დომის მეორე ლექციას იძახი თუ ფრონტენდის ზოგადად? HTML-ის მეორე ლექცია. ოკეი, ანუ ხო, კი ბატონო. ხო, ეს კარგია რა, შემოხვედი მაინც, ეს გამოგადგება ახლა ვიქენი მაინც რა და მე უკვე რა პროექტს გააკეთებ, ეგენი ატვირთე ნელ-ნელა. ხო, თუ რამე არ გამოგივიდათ, ანუ ეს ხო ავტვირთავ ვიდეოს და გადახედეთ და step by step გააკეთებთ, იდეაში არაფერი ისეთი არ არის. თუ მაინც არ მოხდება ეგ, მაგრამ SSH-კი მოგთხოვათ, რომ დააკავშიროთ, ეგ ცალკე ამბავი არის. და ეგიც ძალიან მარტივია რომ დასერჩოთ, მაგას არ მოგთხოვთ იდეაში, მაგრამ დასერჩით, თუ ვერ ნახეთ, მე მომწერეთ. არა ხო, დიდი ალბათობით მაინც გონია რომ ეგ არ დაგჭირდებათ რომ გააკეთოთ. ოკეი. მოკლედ თუ კითხვები არ გაქვთ, მაშინ დავამთავრებ, მოდით ამ იმას ლექციას.
ხუთშაბათ სემინარი გვიქნება დომზე და მე უკვე React-ი დაიწყება ან ჩანაწერებით, ან არ ვიცი ხო, ნახოთ როგორ იქნება იქ ამბავი. ოკეი, ჩაწერას გამოვთავ.